ბნების კვირის ოთხშაბათი, იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე. ის ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღთქვა დახმარება მის ცნობასა და შეპყრობაში, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძრიდან მოვაჭრენი განდევნა. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და მოძულე ღვთისმთავრებმა ვერაფერი გაბედეს. მორწმუნეთა წასვლის შემდეგი იუდას შემწეობით შეიპყრეს ქრისტე და ჯვარს აცვეს. დიდი ოთხშაბათის მწუხრიდან აღარ იკითხება ეფრემ ასორის ლოცვა და აღარ სრულდება მეტანიები, რომელიც ყველიერის კვირის ოთხშაბათიდან დაიწყო. ქრისტიანული სამყარო ბნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან. მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და რაც მთავარია ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას, რომელიც წელს 20 აპრილს აღინიშნება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიუხედავად განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის კიდევ უფრო მატულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი იზრდება. საქსტატის ბოლო 2023 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩა და 0.36% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქსტატმა აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. შემოსავლებთან დაკავშირებით არის ასეთი კოეფიციენტი, ჯინის კოეფიციენტი ქვია, რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების უთანაბრობას, ასე რომ ვთქვათ. თუ თქვათ ჩვენ მოვიშველიებ ჯინის კოეფიციენტს, გამოდის რომ მდიდრების შემოსავლები ხშირ შემთხვევაში იზრდება, ღარიბებისიც იზრდება, მაგრამ ვერ ეწევა იმ პროცენტულად მდიდრების დას. ანუ ეს ახლა გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ასე უცებ შეიძლება ეს ადამიანმა ვერ იგზნოს, განსაკუთრებით იმ ადამიანმა, ვისი შემოსავლების დაბალია. ჩვენ ვიცით, რომ ოფიციალური მონაცემებით საშუალო ხელფასი გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკის სამსახური ამას ანგარიშობს ჯამურად კონსოლიდირებული მონაცემიდან გამომდინარე საშუალო გამოყავს. ხშირად არის ხომ სპეკულაციები და პიროვნებებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ თქვა მე არ გამზდია ხელფასი და როგორ გაიზარდა საშუალო ხელფასი. ხშირად ხვდებით ასეთ პრეტენზიებს. რაღაც არასამართლიანი დათვლა, ანუ ჩვენ კანონმდებლობას მოვიშველიებთ არსებულ მეთოდოლოგიას, სტატისტიკის სამსახური არსებული მეთოდოლოგიით ამას სწორად ანგარიშობს. ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ ხოლმე, რომ საჭიროა მეთოდოლოგიის დახვეწა და უფრო თანამედროვე სიახლეების დანერგვა მეთოდოლოგიის კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის ზრდა ფიქსირდება, საშუალო არითმეტიკული და გამომდინარე ეს რეალური ციფრია. ანუ მეორე თემაა ცალკე, ვთქვათ, რამდენი უნდა იყოს, ვთქვათ, საშუალო მინიმალური ხელფასი. ზოგადად ახლა ხელფასი ეს ცოტა ისეთი ზოგადი მცნება, ხელფასი ზოგისთვის შეიძლება 5000 ლარია ხელფასი, ზოგისთვის 300 ლარი, ზოგისთვის 400. ამიტომ აქაც გვინდა ჩვენ გარკვეული სტანდარტის დანერგვა, რომ ვთქვათ, ხელფასი არანაკლებ რამდენი, ვთქვათ. თუ ჩვენ ახლა 100 ლარს და 200 ლარსაც ხელფასს დავარქმევთ, მაშინ მთლიანობაში სტატისტიკის სამსახური 100 ლარსაც ანგარიშობს, 200 და ჯამური გამოხავს. ამიტომ შეიძლება მაღალ ხელფასიანი პიროვნებების ხელფასი გაიზარდოს, თქვა 15%-ით პირობითად რო თქვა. დაბალ პროცენტიანების გაიზარდოს 10-ით. მაგრამ ჯამურად 10%-ზე მეტი გამოვა მაინც გასდა. აი ამაშია საშუალო არითმეტიკული გამოდის ამ შემთხვევაში. გამოსავალი არის ის, რომ არსებული ეკონომიკის ზრდის ფონზე ეტაპობრივად უნდა მოხდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდაც და უფრო საგრძნობი უნდა იყოს მოსახლეობისთვის. დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ნაკლებად შესამჩნევია. მათი ჯამაგირი მაღალ ფასებს ვერ წვდება. გაზურებულია ყველაფერი იზია და ხალხი გაჭირებით ცხოვრობს, უჭირს, ძალიან ბევრს უჭირს. შეხედავ შეგეცოდები. საასრო მინიმუმი 500 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ იარსებოდა. დანარჩენი ახლა მარტო არსებობა ხო არ არის. როგორც ბორის ჭიჭინაძე გვეუბნება, დათვლის მეთოდოლოგიის დახვეწა და მასში ცვლილებები აუცილებელია, საიმისოდ, რომ კანონმდებლობა რეალობასთან ახლოს იყოს. ამ დროისთვის კი ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. 2025 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 291 მილიონს გადააჭარბა, რაც გასული წლის მარტის მაჩვენებელზე 3.99%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა 55 მილიონი დოლარი ჩაირიცხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მეორე ადგილზე იტალიაა 50 მილიონი დოლარით, მესამეზე რუსეთი 37 მილიონი, მეოთხეზე საბერძნეთი, საიდანაც მარტში 24 მილიონზე მეტი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო მეხუთე ადგილზე გერმანიაა 24 მილიონი დოლარით. ამასთან ეროვნული ბანკის მონაცემებით იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ხვდებიან ისრაელი, თურქეთი, ყირგიზეთი, ესპანეთი და ყაზახეთი. რაც შეეხება საქართველოსთან გადარიცხულ თანხებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით მიმდინარე წლის მარტში საზღვარგარეთ 32 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.5%-ით მეტია. ღონისძიება ეძღვნება ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ-კულტურულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს. ინიციატივით მოგმართა ზესტაფონის საქალაქო ბიბლიოთეკამ და მე-9 კლასის მოსწავლეებით გადავწყვიტე, რომ მოგვეძიებია ინფორმაცია ბავშვებმა თვითონ მოიძიეს, პრეზენტაცია თვითონ გააკეთეს და როგორც ხედავთ, ფართო საზოგადოებას დღეს წარუდგენთ ჩვენი რაიონის კულტურული ძეგლების ისტორიას. ყველა სოფელში არის კულტურული ძეგლი, ზოგი ნანგრევების სახით, ზოგი შედარებით უკეთ შემორჩენილი, ზოგი შედარებით დაზიანებული, მაგრამ თითქმის ყველა სოფელში ტრიალებს სიძველის სუნი. შორაპნის ციხე ეს არა მარტო ზესტაფონის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი პირველი მთავარი ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ აგებული და ძალიან მნიშვნელოვანია. ზესტაფონის საერთოდ არ არსებობდა, როცა შორაპანში ეს ციხე აიღო და შორაპანი საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. და მე ძალიან მიხარია, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ამ თემებით და წამოწიეს წინ ისეთი მატერიალური კულტურის ძეგლების ისტორიაც აღმოაჩინეს და მოიწიეს, რომლებიც ფართო საზოგადოებაში ცნობილი არ იყო და ვნახოთ რა გამოგვივა დღეს. დაემთხვა და ძალიან გამეხარდა და მიხარია საქალაქო ბიბლიოთეკას მოწვეული ყავს ტაბაკინის მონასტრის წინამძღოლი, რომელსაც თავის მხრივ სტუმრად ყოლია გერმანიიდან ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც ამზადებენ ერთსაათიან ფილმს ტაბაკინზე და აი ჩვენც მოვხვდით ამ გადაცემაში. სულ შემთხვევით. დიდი სიხარულით დავთანხმდით ამ ყველაფერს, რადგან მოგვიწევდა ჯგუფური მუშაობა და ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი იყო. მე პირადად შორაპნის ციხეზე მომეწია მუშაობა. შორაპანში ცხოვრობ კიდეც და მაქვს კიდეც სოფელი და უფრო საინტერესო გახდა ეს ჩემთვის, რადგან უფრო მეტის გაგება შემეძლო. მოვიძიეთ ინტერნეტშიც, ფოტოები ჩემი გადაღებულიც იყო რამოდენიმე ინტერნეტშიც მოვიძიეთ და ესე ერთიანად შევკარით პროექტი და ძალიან საინტერესო გამოვიდა საბოლოო ჯამში.